ცოდვა გამხელილი სჯობს და მე ახლა ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბრო თქვენის ნებართვით. ეს თემა არის ამგვარი, გიფიქრიათ თუ არა თქვენ, რომ ძალიან გინდათ ერთი სოფლიოში 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერთი ადამიანის გარდაცვალება სიკვდილი იმ ქვეყნად გასტუმრება. და არა მარტო გიფიქრიათ, არამედ იარაღი რომ გქონოდათ ხელში, გჭეროდათ ხელში, ესროდით თუ არა შესაძლებლობა თუ გექნებოდათ იმ ერთ ადამიანს, ვინმეს არის თუ არა, ყავთ თუ არა ამგვარი პერსონალური პიროვნული მტერი. ან მტერი კაცობრიობისა, საზოგადოებისა, ქვეყნისა, კაცობრიობისა. მე დავიჭირე და ცოდვა გამხელილი სჯობს საკუთარი თავი, რომ ამგვარი ადამიანი ამ სოფლიოში, ამ სამყაროში არის. ახლა გეტყვით ერთი არის მეთქი. და ერთია კი ბატონო. ანუ დანარჩენი 7 მილიარდ 999 მილიონი და ასე შემდეგ ადამიანს რამდენიც გამოდის, ხო? 999 მილიონი 999,099 ადამიანს მე არ ვესროდი, მე რომ ამის შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ სიამოვნებით დავახლიდით ხვიას იმ ერთს ვიზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას. მე ახლა გაჩვენებ თქვენ ვიდეოს, რომელიც ჩვენ გვიდასტურებს ან გვეუბნება ამ ვიდეოს მთავარ გმირი, რომ მასაც ისე ერთივე ნატვრა აქვს როგორც მე და გარწმუნებთ რომ არც ის და არც მე არა ვართ გამორჩეულები. უკრაინაში ასე მაგალითად ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვინც სიამოვნებით აიღებდა იარაღს და შესაძლებლობის შემთხვევაში დაახლიდა შუბლში ტყვიას იმ კაცს. მიხვდით უკვე თქვენ, მე ვიზეც ვსაუბრობ, მაგრამ მაინც ჯერ ზელენსკის ვიდეო ვნახოთ და უშუალოდ ზელენსკის მოусმინოთ. Сьогодні мрія усіх нас одна. დღეს ერთი ოცნება გვაქვს. ჩავიფიქრებთ ერთად, რომ ის მოკვდეს და ის არასახელებს პრეზიდენტი ზელენსკი არასახელებს, რომ ცხადია იგულისხმება პრეზიდენტი პუტინი თუ გულახდილები ვიქნებით, არ ასახელებს მას და მე ეს ვიდეო აგრძელდება, მე უკვე კეთილი სურვილები აქვს პრეზიდენტ ზელენსკის, სწორიც არის რასაკვირველია და ასე შემდეგ. არ ასახელებს, მაგრამ მე დაგისახელებს და ცხადია განვმარტავ, რატომ არის ტყვია დასახლელი კაცი პრეზიდენტი პუტინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინის ნაცვლად თუ მოვა ვინმე და მოვა რასაკვირველია გარდაცვალების შემდეგ, როცა იქნება. მაშინ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვინმე პუტინზე უკეთესი იქნება. შესაძლოა ეს ვინმე თუ ის ვინმე იყოს პუტინზე უარესიც კი, მაგრამ დღეს და ახლა კაცობრიობის მთავარი მტერი, ცივილიზაციის მთავარი მტერი, ადამიანების, ქვეყნების ადამიანების მთავარი მტერი, ბავშვების მათ შორის მთავარი მტერი, ბავშვების მკვლელი არის პუტინი და აქედან გამომდინარე ერთი წამითაც არ პერსონალურად მე ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი და ვესროდი ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, მაგრამ ცხადია ამის შესაძლებლობა მე პერსონალურად არ მომეცემა და ალბათ არც არავის მიეცემა. სოფლიოში ისე გალევს თავის დარჩენილ წლებს ეს სოფლიო ამომგდები კაცი. მაგრამ რაღაცა ბევრ თქვენგანს არ ესმის და შესაძლოა მზრახავს არაქრისტიანობაში, არაკეთილშობილებაში. ბევრი თქვენგანი შესაძლოა ამბობს იმასაც, რომ რა გაბოროტებული კაციაო, ვალერი კვარაცხელიები და სხვები შესაძლოა მიძღვრიან მთელ პასაჟებს თუ ვიდეოებს ამასთან დაკავშირებით, რა შეშლილი კაცია ირაკლი ტაბლიაშვილი, ამასაც იტყვიან განა არა, მაგრამ სხვაგვარად, აქედან გამომდინარე სხვაგვარად დავსვამ საკითხს. 40 წლებში რომ ყოფილიყავით, რომელი თქვენგანი იტყოდა უარს შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში, ყველა სიტყვას ზედ მიწევნით ზუსტად ვამბობ ჩემი აზრით, ჰიტლერისათვის, ადოლფ ჰიტლერისათვის ტყვის შუბლში დახლაზე. მე მგონია რომ ბევრი თქვენგანი მოაწერდა ხელს. იმიტომ რომ ჰიტლერი ხო თქვენი აზრით პუტინზე ცალკე ვთქვათ, ჰიტლერი ხო თქვენი აზრით მსოფლიო ამომგდები იყო და არა მარტო თქვენი აზრით, ის იყო კაცობრიობის მტერი, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა ებრაელების წინააღმდეგ, ნახევარი ევროპის წინააღმდეგ, რომელმაც რა არ მოუწყო ცივილიზებულ სამყაროს, ადამიანს რა არ მოუწყო, როგორ არ გადაანადგურა ადამიანები.
და სწორედ იმიტომ რომ ჰიტლერი შეჩერებულიყო დამოუკიდებლად იმისა ვინ მოვიდოდა გერმანიის სათავეში სწორედ იმიტომ რომ ჰიტლერი შეჩერებულიყო ან ესე გგონებოდა რომ ამის შედეგად ჩვენ ვაჩერებთ ჰიტლერის გერმანიას ბევრი ჩვენგანი რაღაც ოთახში თუ მოხდებოდა თეორიულად განვიხილავთ ხო ჰიტლერთან ერთად უშურველად დაახლდა მას ჭიდს არა თუ ერთ ტყვიას შუბლში არამედ 6 ტყვიას 7 ტყვიას ასია თუ არა და თუ ჰიტლერი იმსახურებდა სიკვდილს გასული საუკუნის 40-იან წლებში 82 წლის 85 წლის წინ და თუ ჰიტლერი იმსახურებდა სიკვდილს იმის გამო რომ მას აღარ გაეგრძელებინა ის რაც ჩაიდინა რომელიც თქვენგანი არ მოაწერს ხელს თანამედროვე ჰიტლერთან დაკავშირებით იგივე განაჩენს თუ ვინმეს გონია რომ ჰიტლერმა დახოცა პირობითად ვლაპარაკობ არა ბევრად მეტი 40 ჯერ დაახლოებით მეტი ადამიანი მსოფლიოში ვიდრე დახოცა პუტინმა და ეს პუტინისთვის რამ შეღავათია ეს ვინმე რასაკვირველია ცდება პუტინს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს და ასე რომ არ იყოს განვითარებული ტექნოლოგიები მათ შორის თავდაცვის ტექნოლოგიები თავდაცვის შესაძლებლობები პუტინს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს როგორ თქვა ახლა 45 მილიონიან უკრაინას მიწასთან გაასწორებდა და ყველას დახოცავდა მეთქი მაგრამ თუ ამას ვიტყვი არც ამაში არ შევცდები პუტინს რომ ჰქონდეს ამის უნარი რომ ერთი ბომბით ამოხოცოს პირობითად ვლაპარაკობ 1 მილიონი ადამიანი და ესეთ ჩამოაგდოს 30 თუ 40 ბომბი პუტინი ამას გააკეთებს უბრალოდ მას სხვებისაგან განსხვავებით რაღაც დამაბრკოლებელი აქვს მათ შორის ისიც მაგალითად ატომურ ბომბს რატომ არ იყენებს რომ მასაც ისევე გაანადგურებენ როგორც ის გაანადგურებს ამ შემთხვევაში გაანადგურებს თუ გაანადგურებდა სხვას რა დააშავა პუტინმა ამაზე ვილაპარაკოთ მაგრამ მანამდე თქვენის ნებართვით ერთი ადამიანი უნდა გაგახსენოთ ისიც თუ არა ვინ არის პოლ პოტი ჰიტლერისაგან განსხვავებით მეორმა თქვენგანმა შესაძლოა სულაც არ იცის ვინ არის მაგრამ მე გეტყვით რომ პოლ პოტის კისერზე არის დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის მკვლელობა მისი ნამდვილი სახელია სალოტ სარი ის 1925 წელს არის დაბადებული და არის კამბოჯის პოლიტიკური და სახელმწიფო თუ სახელმწიფო შეიძლება ეწოდოს მოღვაწე გენერალური მდივანი კამპუჩიის კომუნისტური პარტიისა და კამპუჩიის კომუნისტური პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი. მოკლედ ამ პოლ პოტმა რა არ ჩაიდინა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველ ყოვლისა, მაგრამ ასე რომ ჩახედავ და ნახეთ წაიკითხავ ამგვარ რამეს. სხვადასხვა მონაცემებით მისი მმართველობის დროს მოკლულია 1-დან 3 მილიონამდე ადამიანი. მე კითხვა მაქვს თქვენთან. ეს როდით თუ არა, სწორედ იმიტომ რომ შემდგომი მსხვერპლი გეხსნათ მისი რეპრესიებისაგან და მის მიერ განხორციელებული მკვლელობებისაგან, ეს როდით თუ არა პოლ პოტს თეორიულად ამ ქვეყნის, მისი ქვეყნის მკვიდრი რომ ყოფილიყავით, თუ მოხვდებოდით მასთან ერთად ერთ დახურულ სივრცეში და ამის შესაძლებლობა გექნებოდათ. მე ვერ გეტყვით, როგორ პასუხს სცემთ თქვენ, მაგრამ მე გეტყვით, როგორ პასუხს ვცემ მე ვესროდი პოლ პოტსაც კი. გასულ საუკუნეში მეორე ადამიანი გამოვარჩიე, ვისაც სიამოვნებით დავახლდით ტყვია სტალინს, ეს როდით ქართველიაო, ბევრი თქვენგან იტყვის და გრიშაონიანი შეიძლება აქ მომივარდეს ახლა თავისი მაკაროვით, მაგრამ გეკითხებით სტალინს ეს როდით თუ არა სტალინს ამომგდებს ჩვენი ქვეყნისა 1921 წელს 20-იან წლებში 30-იან წლებში კაცმა ამ ადამიანმა პერსონალურად მისი გადაწყვეტილება რომ საქართველოს დაეთმო ტერიტორიები ამ კაცმა გადაწყვიტა რომ ამდენი ადამიანი წასულიყო სწორედ საქართველოსთან მეორე მსოფლიო ომში დიდ სამამულო ომად წოდებულში ანუ 41-დან 45 წლამდე და 300,000 იყო ასეთი დათვლებით ან 250,000 მინიმუმ ჩაწვა ჩვენი ახალგაზრდა ერთ-ერთ წინა ვიდეო ბლოგში მე ვისაუბრე
თემაზე თუ არ ვწდები, ან კონტექსტში აღარ მახსოვს ჩემს საავტორო გადაცემაში, მოკლედ სადღაც ვისაუბრე 10 დღის წინ დაახლოებით, რომ 200-250, 300,000 კაცი რო ყოლოდა ახალგაზრდა რომ გადარჩენილიყო და გადარჩებოდა ერთადერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებოდით, 300,000 ახალგაზრდა ცოცხლად რომ დარჩენილიყო გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში 4 წელიწადში ჩაწვა ეს რაოდენობა სხვადასხვა მიწაში, იცით თქვენ, საბჭოთა კავშირის ერთიან მიწაში და არა მხოლოდ, მაგრამ უმრავლესობა ჩვენი რაოდენობა, ჩვენი მოქალაქეების 2025 წლისათვის იქნებოდა მინიმუმ 2 მილიონით. შესაძლოა უფრო მეტითაც კი. მე უფრო მეტიც კი. ეს როდით თუ არა სტალინს. მე გითხავ, ამას ანტისტალინელებს პირველ ყოვლისა თორე გორელები ახლა რომ მომივარდებიან და ცალკეული ტროლბოტ გვერდები ჩემს ვიდეოს რომ მიჭრი მოჭრიან და ვალერი კვარაცხელიასაც რომ გადაუგდებენ რა იცის იმან მიჭრა და მოჭრა, ეს ცხადზე ცხადია. რომ ააგორებენ მოკლედ კამპანიას იმის თაობაზე, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი ნახეთ, როგორ შეიშალაო სტალინი მესამეა. თუ ასე ვიანგარიშებთ, ვისაც სიამოვნებით დავხრეტდი, რაოდენ 22-იც არ უნდა იყოს სულო, სოდვილო და დავით აღმაშენებელამდე ცხადია ყველას ბევრი და ძალიან ბევრი გვიკლია, მაგრამ გალობანის სინანულის სანიზე ბევრად უარეს ნაწარმოებს, 2 აბზაცს რასაკვირველია, მაგრამ მე დავწერდი, როცა იქნებოდა მაშინ. ხო, დავით აღმაშენებელი ეგ რა მაგის პასუხია და დავით აღმაშენებელი რასაკვირველია დიდი მეფე იყო იმხანად, გარდაულა აუცილებელი იყო იმის გაკეთება, მათ შორის 1103 წელს, რაც გააკეთა დავით აღმაშენებელმა ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ მაგარი კაცი იყო, მაგარი ბიჭი იყო, მეთქი ასე ვიტყვი. მე-20 საუკუნეს დავუბრუნდეთ თუ არა, შემიძლია მე კიდე 1, 5, 6, 7 ადამიანი მაინც გავიხსენო, მაგრამ ახლა 21 საუკუნეა მაინც და მე-20 საუკუნის ანტიგმირებზე ლაპარაკი თითქოს უადგილოა. დღეს მთავარი ანტიგმირი კი არა, კაცობრიობის მტერი, რასაკვირველია პუტინია, გაგახსენოთ. გავანებოთ თავი 1 წამით, ან 40-ოდე წამით, საქართველოს რა უქნა 2008 წელს პრეზიდენტმა პუტინმა პერსონალურად და მისმა სისტემამ, მისმა გენერლებმა, მისმა სამხედრო მანქანამ, მისმა ოკუპანტებმა რა უქნა საქართველოს 2008 წელს. გავანებოთ იმასაც თავი, რას უშვება ის 2014-დან და 2022-დან 40-ოდე წამით გადავდოთ საუბარი ამ თემაზეც უკრაინას რას უშვება. ვისაუბროთ ჩეჩნეთზე. იცით თუ არა თქვენ რომ ჩეჩენი ერი აღარ არსებობს პრაქტიკულად. თუ ვინმეს გონია რომ კადიროვთან დარჩენილი ადამიანები ჩეჩენ ერს წარმოადგენენ, არ არის ეს მართალი ფიქრი და 250-300,000 ჩეჩენის მკვლელობა პატარა ერია. ეს არის ტრაგედია და ეს არის გაქრობა ერთი კონკრეტული მე-20-21 საუკუნეებში ერთი კონკრეტული ხალხისა. ჩვენ ხომ ადრეულ საუკუნეებზე არ ვლაპარაკობთ, როცა ეს კიდე ბრჭყალებში მოსული ამბავი იყო. პუტინმა მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია და პუტინმა პერსონალურად საკუთარი ჯარისკაცების, ბანდიტების, ოკუპანტების გამოყენებით მოკლა ყველაზე ესეთი მოკრძალებული დათვლებით დაახლოებით 40,000 ბავშვი ჩააწვინა იმ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციისა, რომელშიც ახლა მისი ბანდიტი კადიროვია. მეფეთ მეფე და ბანდიტი. იმისთვის რომ ეს კადიროვშინა გაეკეთებინა. იქ. ოდნავ მეტის მკვლელობის შესაძლებლობა რო ჰქონოდა, მოკლავდა თუ არა? მოკლავდა, მაგრამ მე გეკითხებით, რომ მეორე ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მე რომ მქონოდა შესაძლებლობა გავანებოთ საკუთარ თავს, ჩემზე აღარ ვილაპარაკებ, მე კაი ბოროტი ვარ თქვენი აზრით. რომელიღაც ეტაპზე თქვენ რომ მქონოდა შესაძლებლობა, რომ პუტინი გაგეჩერებინათ, მათ შორის მისი მკვლელობით, მოკლავდით თუ არა? როდესაც გაიგებდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 10,000 უკვე მოკლული ყავს და კიდე 30,000-ის მკვლელობას აპირებს, გააჩერებდით თუ არა მკვლელობით, თქვენ დაიდებდით თუ არა ამ სამარადის ოცოდვას, დამოუკიდებლად იმისა მერე დაწერდით თუ არა რამე ნაწარმოებს, ან შეხვიდოდით თუ არა ტაძარში და ემხობოდით თუ არა მუხლებზე
გააკეთებდით თუ არა ბეტანიებს, ეტყოდით თუ არა აღსარებას, რომელიმე თქვენ ნათელად ბნელ მამაოს. მე გავაკეთებდი მეთქი კლავი, მეორე თუ მეწოდინებოდა და თუ განჭურეთდი რა, საიდან უნდა მწოდნოდა, მაგრამ თუ განჭურეთდი რომ ის უარეს და უარეს დანაშაულზე მიდის. აღარ ვლაპარაკობ უშუალოდ რუსეთში დატრიალებულ ტრაგედიებზე, ნორდოსტზე, ბესლანზე და ასე შემდეგ, ეს რუსმა ხალხმა იკითხოს მეთქი ესე შემიძლია ვთქვა. მაგრამ თუ რუსი ხალხი იკითხავს რუსეთშიც, ამ 140 მილიონიან ქვეყანაში უთუოდ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ტყვიას გაიმეტებდა პრეზიდენტი პუტინისათვის, რომ სცოდნოდა წინასწარ ან განეჭორიტა, რომ პუტინი ამდენ და ამდენ ტრაგედიას დაატრიალებდა უშუალოდ რუსეთში. საქართველოს ამბავი მე მგონი გასახსენებელი არც არის. თეორიულად რომ სცოდნოდა, არა, განჭორეტა იოლი იყო, რასაკვირველია, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა, მაგრამ მანამდე განჭვრეტის პარალელურად თუ მანამდე პუტინი ერთ ოთახში რომ მოხვედრილიყო ჩემთან ერთად, რასაკვირველია დავახლიდი ტყვიას. ოღონდაც კი ერთი გიორგი ანწუხელიძე გადამერჩინა, ერთი ამბავია და მეორე საქართველო გადამერჩინა, ასევე სხვა დაღუპულები, სამოქალაქო თუ სამხედრო პირები. და მკვლელობები ჩვენში რუსეთის მიერ მოწყობილები გრძელდება, ეს ხო ფაქტია მიუხედავად იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილის გააზრებით ეგრეთ წოდებული მშვიდობიანობის პერიოდი გვიდგას. ბიზინა ივანიშვილი ესროდა პუტინს? მე გეტყვით რომ არა. ბიზინა ივანიშვილი ის კაცია 1991 წლის 31 მარტს, როდესაც ვერ გამსახურდია ჩაატარა დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმი, მოსკოვში რომ მიჯდა და კომპიუტერებს რომ ყიდდა. ფულს შოულობდა, ძნელი იყო, ჩამოსულიყო მოსკოვიდან თბილისში, ჩამოსულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იქ მანქანა ექირაებინა თუ დახვდებოდა რომელიმე იმხანადაც ალბათ მერსედესი 91 წელია, წასულიყო საჩხერეში, ასულიყო ჭორბილაში და ჭორბილის სკოლაში აიღო ბიულეტენი და მოეხაზა, მე მხარს ვუჭერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. არ გააკეთა და ვინც არ გააკეთა, ზრდასრული იყო მაშინ. ვინც არ გააკეთა ის საქართველოს დამოუკიდებლობის სამსახურში როგორ ღაო, მე გკითხავთ თქვენ და ვერ მიპასუხებთ, დარწმუნებული ვარ. უკვე შემდგომ უკრაინა პუტინის კისერზე რაც არის, განსაკუთრებით 2022 წლიდან დასაკვირველია, იცით თუ არა თქვენ, რომ 25,000 ბავშვია გატაცებული. რომ გწოდნოდათ თეორიულად ინფორმაცია, რომ გქონოდათ რომ ამას ჩაიდენდა პუტინი 2022 წლამდე, არ გააჩერებდით? აი 14-ში, 15-ში, 16-ში, 17-ში, 22 წლის თუნდაც რაღაც 23 თებერვალს არ ესროდით? შეგონებებით და ჩიჩინით პუტინს თან რო ვერაფერს გახდებოდით, ეს ყველა მიცის, ადრე იქნება თუ გვიან მაკრონი მაგალითად დაწერს საკუთარ მემუარებს, სადაც იმ შეხვედრებსაც აღწერს, რომელებშიც იმ შეხვედრებსაც აღწერს, რომლებიც მას ჰქონდა მაკრონს, ასე მაგალითად მაკრონს პრეზიდენტ პუტინთან და როგორ ევედრებოდნენ ლამის მუხლმოყრილნი ევედრებოდნენ, რომ არ ქნათ, არ შეხვიდეთ. უკრაინაში ეს არის დაახლოებით ოქტომბრიდან 21 წლის, ვიდრე 24 თებერვლამდე ტელეფონო საუბრები, ვედრება, შიჩინი, მუქარაც ერთგვარი ირიბი. მაგრამ პუტინი მკვლელია. ეხლა მე ისე ვიმეორებ ამ კითხვას. ესროდით თუ არა, ასე მაგალითად 2022 წლის იანვრის, იანვრის 7-ში არა და 14-ში, 25 დეკემბერს 2021 წლისა. მე გიმხელთ, რომ ვესროდი. შეჩნეთი საქართველო და განსაკუთრებით უკრაინაში თქვენი დათვლებით, ჩემი დათვლებით სხვა მონაცემები გვაქვს, მაგრამ თქვენი დათვლებით თქვენ ხო ასე ამბობთ. ბიზინა ივანიშვილის ფრთებს მოგწეულები, რომ რუსეთმა მოკლა მილიონი მოქალაქე, მილიონი უკრაინელი, ბავშვები მათ შორის. ქრისტიანები ხო ხართ? არ დაიდებდით ამ ცოდვას ქრისტიანები? იმიტომ რომ მეტი ბოროტება გაგეჩერებინათ? ავიც პასუხი თქვენი გასაცემია.
ამგვარ თემებზე არ ლაპარაკობენ თითქოს. ამგვარი თემები აგრესიას იწვევს. ეხლა მიჭრიან, მოჭრიან. რამ გააბოროტა ეს შეშლილი კაცი აბასაც იტყვიან. სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილი ჩემს ვიდეოს აიღებს. თავიდან ბოლომდე ნახეთ თუ მაინც და მაინც და თუ არ ნახავთ ესეც ფეხებზე მკიდია, იმიტომ რომ მქონდეს შესაძლებლობა უთუოა რომ დღეს მყოფთაგან და მადლობა თქვა სხვამ და მადლობა თქვან სხვებმა მე ერთ ტყვიას კი არა ერთ ფჭიც გავიმეტებდი სწორედაც რომ პუტინისათვის რომ მეტი და მეტი ბოროტება აღარ დამეშვა და პუტინი მეტ და მეტ ბოროტებას აპირებს მათ შორის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ნახვამდის.